ფილტრის გაწმენდამდე უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია სარეცხი მანქანა გამოვხთოთ დენის წყაროდან. პატარა კოვზის მეშვეობითაც შეგიძლიათ გააყოთ ეს უჯრა, წინას წარმომზადებულ თასში დაცალეთ მილი, ხედავთ რა რაოდენობის ნადები გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 1 თვის წინ უკვე გაწმენდილი იყო ეს ადგილი. რაც უკვე თასში ვეღარ გადმოდის, ტილოზე შეგიძლიათ დაცალოთ და ამის შემდგომ უკვე გადავდივართ ფილტრის გასუფთავებაზე. საათის ისრის საწინააღმდეგოდ ვატრიალებთ რამდენიმეჯერ და ხედავთ როგორი ნალექით არის სავსე როგორც ფილტრი, ისე ფილტრის ადგილი. ფილტრი შეგვიძლია გავწმინდოთ ჯაგრისითა და თბილი წყლით, ან გამოვიყენოთ სახლში დამზადებული სპეციალური უსაფრთხო ხსნარი, რომელსაც შემდეგ ვიდეოში გასწავლით. ამ ადგილას ხურდებიც კი გვიპოვია ხოლმე, საკმაოდ არასასიამოვნო სუნი აქვს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თვეში ან 2 თვეში ერთხელ მაინც გავწმინდოთ. დამატებითი სისუფთავისთვის აქაც შეგვიძლია მივასხუროთ სახლში დამზადებული უსაფრთხო ხსნარი, მილს გავუკეთოთ საცობი, დავამაგროთ თავის ადგილას, ხოლო ფილტრი საათის ისრის მიმართულებით ჩავამაგროთ. ესეც ასე ჩვენი სარეცხი მანქანა სუფთაა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ფილტრის გარდა მნიშვნელოვანია თავად სარეცხი მანქანის სისუფთავე და როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა, ამაზე წინა ვიდეოში ვსაუბრობ.